Ladies and gentlemen, general sponsor, Leader Bet, sponsor, Hotel Piano Quarelli, Winery Bediani, Villa Mosavali, and Isram Travel. Partners, Georgian Kudo Federation, Holiday in Tbilisi, Guerra, All Print and Gas or Ruli. Thank you for all. And now, the time for the main event. And welcome to the rage from England, United Kingdom, Robbie TNT Kennedy. Robbie Kennedy, Britaneli, მებრძოლი, უნდა ვიხილოთ რინგზე, 4 მოგება, 6 მარცხი, ასეთია მისი შედეგი და Kennedy ეცდება რომ main event-ის თავარი ბრძოლა მოიგოს. ეს არის main event-ი უბრალოდ და შესაბამისად ეცდება Robbie Kennedy რომ ბრძოლა გამარჯვებით დაასრულოს გიორგი ლობჯანიძის წინააღმდეგ. ნახოთ ეკნება თუ არა გეონდულ ქართლზე რაჭოლებს 100%-იანი შედეგი სულთანიშვილმა და ქართველის მოწამოიღეს თავიანთი ბრძოლებიდან. კი, მაგრამ მგონია რომ დღეს ინგლისელი შეეცდება რომ გიორგი ლობჟანიძე დაამარცხოს. ძალიან კარგად გამოიყურება როგორც ფიზიკურ კონდიციებს, ასევე სტილი ან სხვა რაღაც ძალიან უცხოდ გამოიყურება. და საინტერესო მებრძოლი ზოგადად ასეთი ბრძოლები არის საჭირო main event-ზე. და არა შეიძლება ასე ვთქვა რომ უნდა იყოს მუდმივად აი ესეთ სიტუაციაში თანაბარი ორთაბრძოლა. არ უხდება უბრალოდ, როდესაც იცი რომ main event-ი გაქვს ამხელა პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე რომ event-ის მთავარ ჯგუფს ვუბობ, უბრალოდ უნდა მოემზადო ძალიან კარგად, უნდა გააკეთო ძალიან კარგი შოუ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ამ And now, welcome to the ring, his opponent from Georgia, Georgi Gladiator Lobjanidze. მე პირადად ძალიან ველოდები გიორგი ლობჟანიძის დაბრუნებას. ძალიან 4 წელია არ ბრძოლია ოქტაგონზე. აი როგორ მოტივაციით არის გამოსული ხა. ნამდვილად დიდი შემართება აქვს ამდენი წლის შემდეგ ბრუნდება რინგზე და ბრუნდება საქართველოში რინგზე. ყველაფერს შეეცდება დღეს იმისთვის რომ main event-ი მან დაასრულოს მოგებით. ბრძოლა ნამდვილად ღირს IFC-ის კამერისთვის. ნამდვილად. Robbie Kennedy ესე საშიშად გამოიყურება. კი, ძალიან ესე ვთქვათ, აღნაგობა ძალიან ისეთია. დიდი ატლეტური. საინტერესო ჯგუფია. დიდი კულტური მასა ემჩნევა მას გიორგი ლობჟანიძისგან შედარებით, მაგრამ ესე რომ ვთქვათ კუნთები არ არის საქმე, ეს ისეთი სპორტია. Ladies and gentlemen, this is the moment you've all been waiting for. IFC is proud to present the main event of the evening. 3 rounds for IFC in the light heavyweight division. Introducing your officials. Head Judge Marco Brerson. 2 judges at rage side scoring this main event. Goran Narcia and Nika Brigfadze. Your timekeeper, Sandro Otiashvili. And your referee, Judge Mikhail Vakhta. Ladies and gentlemen in attendance, and the millions
Indians, IFC fans around the world, live from Tbilisi Sports Palace Arena, the main bout of IFC! Introducing to first, fighting out of the blue corner. He's 36 years old, standing 198 centimeters tall, official weight 91.4 kilograms. His professional record, 4 victories and 6 defeats. Ladies and gentlemen, representing England, United Kingdom, here is Robbie TNT Kennedy! And his opponent, across the range, fighting out of the red corner. He's 33 years old, standing 186 centimeters tall, official weight 92.5 kilograms. His professional record, 12 victories and 8 defeats. Ladies and gentlemen, representing Eden Fitness Club from Tbilisi, Georgia, here is Georgi Gladiator Lobshanidze! Okay, gentlemen, this is the main event. Listen to my commands. Protect yourself at any time. In Teka rules, don't allow elbows. When I say stop, you stop. Shake hand if you like. Go back to your corner. Ladies and gentlemen, make a noise! You're ready. You're ready. Let's go. კარგი კიკებით გადავიდა ეხა კენედი შეტევაზე. საინტერესო დასაწყისია ნამდვილად ბრძოლის. დისტანცია აი ისე ნამდვილად მომენტი დაიჭირა კიკის შემდეგ ეგრევე გადაიყვანა კენედი ეხა საით კონტროლშია ლობჟანიძე. ძალიან კარგი პოზიცია, აქედან შეუძლია ხა აი მუხლცა კარგად ხმარობდა ნამდვილად. აი ძალიან კარგია, ძალიან ჭკვიანურად იყენებს ამ მუხლს კორპუსში. მოახერხებს თუ არა კენედი ამ უტრიალებას თუ აი ეს არის შეძლებს ამ ბრძოლის გამოძიებას იყვანს, კარგად უჭირავს თუ დაღლის და თქვა აი სწორს აკეთებს ეხა უნდა რომ იდაყიცებს გაითავისუფლოს. აი მუხლით ძალიან კარგად მუშაობს, ეხა კორპუსში კარგად მუშაობს საით კონტროლშია, იქიდან კუთხისგან რჩევა მიიღო, რომ ეტყობა ფულმაუნტზე უნდა და გადასვა, მაგრამ არა კენედი ისევ შემოატრიალა, მაგრამ არა ფეხი არ ჩატოვებული ხა ლობჟანიძეს, კენედი კარგად უჭერს ფეხს, ფულმაუნტზე ვერ ახერხებს სამწუხაროდ ლობჟანიძე გადასვლას, სეტკისკენ მიიყვანა ლობჟანიძემ კენედი და შეიძლება ეს კენედისთვის უფრო კარგი იყოს, იმიტომ რომ სეტკა დაეხმაროს მას წამოდგომაში, მაგრამ ჯერჯერობით არა, ჯერჯერობით ლობჟანიძე ამ კონტროლს აგრძელებს და განსაკუთრებით კარგად უტარებს ფაქტია. აი ეხლა შეუძლია ფულმაუნტზე გადასვა ლობჟანიძეს. და შეუძლია გადაუდის და არა, ისე საით კონტროლში დარჩა. აი კარგად უსაკენებს ეხლა კენედის. აი ეხლა ფულმაუნტში ლობჟანიძე. აი ეხლა შეუძლია ფეხები კარგად შეიკრას და გააგრძელოს თავისი კონტროლი და დომინირება. ძალიან კარგი პოზიციაშია ეხლა ლობჟანიძე, უბრალოდ დაყრდნობის სერია უნდა გააგრძელოს, სწორედ რეფერია წამოაყენებს. აი თუ მოახერხებს შესრულებას ვერ ახერხებს კენედის კარგად უჭირავს ფეხს, მაგრამ თავისუფლად არ შედიან დაყრდნილია ყენაში აგზნობილა ნამდვილად ეს დაყრდნები ძალიან კარგია თუ გააგრძელებს ამზენია შეიძლება გააჩეროს ეხლა რეფერი შეიძლება გააჩეროს რამდენიმე ძალიან კარგი დარტყმა გაატარა, მაგრამ არა კენედი მაინც არა ახერხებს კენედი წამოდგომას ჩემ და გასაკვლად კენედი ძალიან რთული სიტუაციიდან არა ვერ მოახერხა კენედიმ ამ რთული სიტუაციიდან თავის გადაიყვანა ლობჟანიძემ. ნახოთ ამჯერად ეხა რას შესთავაზებს. აი ეხა ძალიან ეხა საბმიშენის გაკეთებას ცდილობს მე მგონი ლობჟანიძე, მაგრამ აქედან უბრალოდ არ გადააწყვეტს ფეხი აქვს აღებული კენედის.
არა, ვერ გადაყვანა თავში წავს უბრალოდ კენედი დარტყმას ვეღარ ახორციელებს, ვეღარც უბრალოდ თავში წავს და გააჩეროს დაბარა. You cannot hit the back of his head. It's like 5 times. ეპისარეში მოარტყა რამბოჯანზე. არ ვიცი ნამდვილად. ასე განაცხადა ვახტერმა და გააჩერა აი ამ ეპიზოდში. დღეს ვახტერი You cannot hit him here, okay? Okay? არ ვიცი რამდენად კარგად გამომივა, მაგრამ იყო რამდენიმე მომენტი კი შეცდომა რომ არ გვევალება როგორ უნდა აღვნიშნოთ ის მაინც კი ნუ ეს ეხა აი აქ არ ვიცი ჩემი პირადი აზრით ეს ეფაში დარტყმები შეიძლება მიაყენა ლობჟანზე არ გამოურიცხავს საერთოდ მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყო კენედი რომ ანუ ფიზიკურად მაშინ დარტყმას ვერ გაუკეთებდა ლობჟანზე თავი ჩახრილი ქონდა ხელებს იფარებდა აი ხა ლობჟანზე ზუსტად მაგას ეუბნეო რომ ხელებს იფარებდაო და ან მაგ შემთხვევაში ვერ ხვდები ხა ვახტერს რა უნდა ლობჟანზისგან კენედიზია მე მგონი დამოკიდებული ხო ახლა კი ნამდვილად ახლა კენედიზია ნუ 5 წუთი აქვს მას ენერგიის და ძალების აღგენისთვის კი აგრძელებს ახლა კენედი ნამდვილად აგრძელებს ფასოლას დასაფასებელია ნამდვილად საერთოდ შეიძლება დრო გაეწელა და ნოკონტე აი ძალიან კარგი კიკი ისევ კარგი კიკი და ეს მოარტყა ახლა კენედი ლობჟანზეს ისევ მოარტყა მაგრამ დარა გადაიყვანა ისევ გიორგი ლობჟანზემ კენედი მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგი კიკები გაუტარა ახლა კენედიმ ლობჟანზეს აი ახლა ძალიან კარგი პოზიციაში ახლა ფიქრებს უჩაუყრის შეუძლია ახლა ისე რო აუგოს არა გადმოუტრიალდა გადატრიალდა გვერდულად გადატრიალდა ახლა Watch the back of his head Georgie და არ იყოს ვადამდელი გამარჯვება არა ეკედან ახლა ძალიან ძნელია საფაშენის მოძებნა მაგრამ აი ხუშენდი წარც მოიტებით უთხოვთ კი უკვე აღარ უნდა იმ შეცდომის გამეორება ფაქტია მაგრამ აი ამ მომენტში აი ზუსტად იგივე მომენტი იყო წეღანაც აი ეხლა შეუძლია ფინიში რომ არა მე მგონია რომ არა აი იყო მაგით აღარ დახარჯა ეხლა ენერგია აი პირველი რაუნდი იყო ლობჟანზისთვის წამოიღო ეს პირველი რაუნდი და დაწინაურდა არა წამოიღო უბრალოდ ერთი You speak English, right? You speak English? Yes. ერთი რამ არის Don't put him in danger, okay? ძალიან ბევრი იმუშავა ამას იმიტომ ვამბობ რომ კენედი ფიზიკურად ძალიან დიდად გამოიყურება ძალიან დიდი წონას აკეთებინა როგორც უღარ ხა და ამ ხელა მასის ესე ტეიქდაუნებზე გადაყვანა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და არ დაიღალოს ლობჟანზე მე ამას ვუხდები კარგი იყო ნამდვილად აი გიორგი ქართოლიშვილიც მასთანაა რჩევებს აძლევს ნამდვილად ისეთ კარგი მოჭიდა Seconds out! Coaches out! Coaches out! აი მასთან ურამზიადაძე Seconds out, please. Coach out! Coach, please. თელი საქართველო და ეს ქართული სპორტსმენი ბიჭებიც უჭერენ გიორგი ლობჟანძის Coach, please. პატარა ტექნიკური ესე ვთქვით შეფეთქება დასრულდა Yes, mouthpiece. Stay there. Stay there. Round 2. You ready? მეორე რაუნდის You ready? Let's go. დაწყებას ველოდებით და დაიწყო აი რაც თქვი აი ეს დარტყმა მე მგონი იგრძნო კიდევაც ლობჟანზე აი ვერ გადაიყვანა ეხა ლობჟანზე სამწუხაროდ კარგად ხონდა აღებული კიკის ვერ დაიჭირა მაგრამ ვერ მოახერხა მისი გადაყვანა ეხა კლინჩი არიან ლობჟანზე მიიღებს აქედან უპირატესობას ლობჟანზე კონტროლშია ეხლა ეცნება კიდევ ერთხელ ალბათ კი რა თქმა უნდა ის გადაყვანა და ეს მოიქცა და გამოუვიდა კიდევაც ძალიან ცუდი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს კენედის აშკარად ეთქობა ეს ყველაფერი და აგერ კიდევ ერთი მშვენიერი შანსი მიიღო ლობჟანიძემ აშკარად არ ელოდებოდა და მაგრამ აი იქ ცოტა ხელს უშლის მაინც და აქტია ისიც მინდა აღვნიშნო რომ შესაძ დგომში მიმდინარეობს ჭუბი კენედი ძალიან კარგ კიკებს უტარებს ლობჟანიძეს აი პირველი რაუნდის ბოლოს კენაც ძალიან კარგი კორპუსში კიკები გააკეთა იგრძნო ეს ყველაფერი ლობჟანიძე
კიმურას გაკეთებას ცდილობენ. კარგი კონტროლია. ძალიან კარგი საით კონტროლშია. ლობჟანძე თავარია არ დაკარგოს ეს კონტროლი. მშვენიოდ შეუძლია ახლა სიტუაციის გაკონტროლება. დარტყმების სერია გაუშვას მე დაისვენოს რატომაც არა. არ არის ახლა რაღაც აჩქარება საჭირო. დაუტრიალდა ეხა კენედი. ისე არ უნდა არა ახლა ხუსტენი არა ლობჟანძე ვანცდა კონტროლი აქვს ლობჟანძე. კლინჩი გადავიდა ეხა და აკონტროლებს ლობჟანძე კი კლინჩი შვენიერი მიხი. აქ გადავარდება ორი. უნდა შემოწიოს ეხა რეფერი. თვითონაც გაყვა რეფერი რიგის გარეთ. Fight. მე ვფიქრობ ლობჟანძე შეიძლება დაგლილი იყო, მაგრამ რა კარგი მარცხენა ოვერჰედი გაუტარა ეხა. აი ისე მე ვფიქრობ შეიძლება ლობჟანძე დაგლილი იყო, მაგრამ კენედის უფრო ეთყობა დაღლა. ეთანხმები. მაგრამ აი სტარტზე იყო მომენტი, როცა კენედი ძალიან აქტიურად დაიწყო შეტევა და ახლა როცა მცირე პაუზა, ამ მცირე პაუზის შემდეგ კენედი ახერხებს იმას, რომ აქტიურად შეუტიოს ეგრევე. იმიტომ რომ რაღაცა ოდნავი ამოსუნთქვა და თითქოს ენერგიას ეგრევე იუსებს, მაგრამ არ შეუძლია მართლა ტეიქდაუნის დაცვა და ფაქტია ჭიდაობით ლობჟანძეს შეუძლია რომ მიიყვანოს ეს ბრძოლა გამარჯვებამდე. როდესაც მდგომში მიმდინარეობს ჩხუბი, ესეთი ბევრი მომენტი არა გვაქვს ამ ჩხუბში, მაგრამ კენედი ძალიან ესე რომ ვთქვათ ხარისხიან ქიქებს უტარებს ლობჟანძეს. მაგრამ ახლა ლობჟანძე ძალიან კარგად მუშაობს, კონტროლშია. აი ხა არ უნდა გადმოატრიალოს აქ კენედი, ვერ გადმოატრიალა ლობჟანძე, ესე კონტროლში დარჩა, ესე დატყვევს, ასრულებს, ქულებს აგროვებს და მშვიდად წყნარად მოაქვს მეორე რაუნდიც. ფაქტია ძალიან კარგად შეუძლია. ძალიან კარგ პოზიციაშია გიორგი ლობჟანძე, უბრალოდ მეორე ფეხი არ აქვს კარგად ჩაყრით, რომ შეიძლება ეხმარება კენედის თავის სიმაღლეს. სიმაღლეს და ფიზიკურობას. ხაობა არის 12 სანტიმეტრი და ეს საკმაოდ ეხმარება კენედის ამ ყველაფერში. ნახევარი რჩევა მეორე რაუნდის დასრულებამდე. ძალიან კარგი მუხლი იყო ხა კორპუსში. კენედის შესულებით იყო ეხლა მუხლი ისე გადაიყვანა, ისე უპრობლემოა. ძალიან კარგი. მე რამდენი ტეიქდაუნია უკვე დღევანდელ ბრძოლაში გიორგი ლობჟანძისგან ყოჩა. გიორგის ძალიან კარგად არის მომზადებული, გარდა იმის ესა რომ რამდენიმე კარგი დარტყმას გაუტარა, ჭიდაობით იდეალურად ჭიდაობს და იყენებს აი ამ თავის შანსს. მე კონტროლი ძალიან მაგარი აქვს, ეს არის კიდევ უბრალოდ აი იმიტომ ვერ მიდის ჯერჯერობით ფინიშამდე, რაღაც მომენტში ეს თავის სიმაღლე ეხმარება რომ გაძროს გარდა გამბიძოს აი რობიტონის და ფიზიკურადაც ახლა კენედი ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან ძლიერია და არ აძლევს საშუალებას რომ ყველაფერი გააკეთოს ახლა ლობჟანძემ რაც მოუნდება. აი ხა რა რამდენი ხანია საბმიშენის გაკეთებას ცდილობს და არც ერთხელ ვერ მივიდა იქ. ეს კარგი და მაგრამ არის მომენტი, მაგრამ მორიგებით ურტყამს იმ მომენტის მერე ლობჟანძე კენედის. არ უნდა რომ შეცდომა დაუშვას. კონტროლი აქვს გიორგი ლობჟანძეს და მიდის გამარჯვებამდე. მესამე რაუნდი იქნება გადამწყვეტი, კენედის მოუწევს გარისხვა. ძალიან კარგად მუშაობს ახლა ლობჟანძე, შვიდ დაწყნარად. ორი რაუნდი წამოღებულია. კი. დრო უნდა ითქვას, ახლა ასეც არის. ველოდებით მესამე რაუნდს. ჩემი აზრით კენედიმ ყველაფერი უნდა ჩადოს მესამე რაუნდში, იმიტომ რომ მას უკვე ფინიში ჭირდება. გასამარჯვებლად მას მხოლოდ ფინიში ჭირდება ეხლა. ორი რაუნდი ცალსახად გიორგი ლობჟანძემ წამოიღო. ასე რომ მას ну, რა თქმა უნდა, გიორგი ლობჟანძეს არ იყოს შეუარს თუ ამის საშუალება და მომენტი ექნება, დარწმუნებული ვარ ის აუცილებლად იპოვის მაგრამ თავარი ახლა მხოლოდ ისაა, რომ ეს გამარჯვებული იყოს. Seconds out! Coach out! Coach out, come on! Coach, you need to go! ედების ეკვის თავისი კუთხე, რომ
რადიკალური ცვლილებებია ეხლა საჭირო ვაბანკზე. Round 3, the final round. No, go there. You're ready. Let's go. ხოლო თვინიში ჭირდება კენედის და ეგრევე გადაიყვანა. კენედი ვაბანკზე უნდა წავიდეს თუ გამარჯვება. იცი რა არის, ინტერვიუშიც მითხრა ლობჟანიძემ, რომ ჩემი თავარი მიზანი იქნება ამ ბრძოლის მოგება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი IFC-ს გამრისკენება. აი ასე, გიორგი ლობჟანიძეს უნდა რომ IFC-ს კამარი მოიგოს და რატომაც არა, ეს არის 93 კილოგრამი წონითი კატეგორია და კონკურენციას დიდი იქნება, დარწმუნებული ვარ, უკვე სამბრძოლიანი კონტაქტი, ცოტა უფრო მეტი კონტაქტები გაფორმდება და main event-ის მოგება ეს ნამდვილად სახუმარო ამბავი არ არის. და ოდგე თანხმოები და ნახოთ მოკლედ. არა, კენედის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვების უკვე ფინიში. ნოკაუტი ან საბმიშენი ან იცი რა, ნოკაუტი არის შეიძლება ერთი მოარტყა და საბმიშენისთვის ძალიან დიდი ენერგია ჭირდება და ეს მეგონი ეს ენერგია აღარ აქვს შერჩენილი და ისე როგორც ტექნიკური ნოკაუტისთვის და ჭიდაობაშიც კარგად ვერ გამოიყურება როგორც ვაფე აშკარად ჯობნის ლობჟანი. ვაბანკზე უნდა წავიდეს, თავის მოკუთხედ უნდა უთხრას კენედს რომ ვაბანკზე წასვლა საჭირო, მაგრამ ძალიან ლობჟანიძეს ვაბანკი საერთოდ არ აინტერესებს. ამ მომენტში ისევ გადაიყვანა, ისევ წყნარად ჩვიდად აკონტროლებს. გიორგი ლობჟანიძე თავს ამდენი წლის შემდეგ ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურება გიორგი. იდეალური დაბრუნებაა თქვა და ეს არის მის კარიერაში 21 ბრძოლა, რაც ნახოთ შესანიშნავი შედეგია და აქ როგორ გულშემატკივრებენ ლობჟანიძეს. ნუ არა განსხვავებული არაფერი არ ხდება გიორგი ლობჟანიძე ისევ კონტროლშია. კენედი ისევ თავს იცავს. ძალიან კარგ ფორმაში გამოვიდა გიორგი ლობჟანიძე, რაც ძალიან დასაფასებელია, რომ ესე მოემზადა, როდესაც main event-ს იღებ, საქართველოში ატარებ თან მით უმეტეს ჯგუფს. შენი აქ არის გიორგი ორი რაღაც. რა თქმა უნდა სამშობლოში და მე მით უმეტეს აი ესეთ ისტორიულ დარბაზში, როგორც არის თბილისის სპორტის სასახლე, რომელსაც უამრავი დიდი ღონისძიებისთვის უმასპინძლია და აი აქაური გარემო თვითონ აი ეს გულშემატკივრები დარწმუნებული ვარ რომ რამდენიმე მინუტის შემდეგ გიორგი ფინიშს და მიდის აქამდე. გიორგი ფინიშს ეძებს უბრალოდ აქედან ცოტა ძნელია. აი ხა როგორც ეს თუ მოახერხა? არა. ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ სუნთქავს კენედი. თუმცა დრო კარგად გაიყვანა. დრო გაიყვანა, ეს აქტიურობაში ეთვლება, იმიტომ რომ ფინიშის ძიებაშია, რაღაც ახლის შეთავაზებაშია ოპონენტის მიმართ. მაგრამ ესე დაფინიშება კენედის ძალიან გაუჭირდება ეხლა ლობჟანიძეს. არ აქვს კარგად კისერი აღებული. კისერი კი შეიძლება კარგად ქონდეს აღებული, მაგრამ სივრცეებია დატოვებული, საიდან სუნთქავს კი. აი ეხლა კი ხელი გაუშვა დარტყმებზე გადავიდა ლობჟანიძე. კი ისევ ჯობია, მშვიდად წყნარ დარტყმებზე. დიდი მნიშვნელობა ეხლა ფინიშს აღარც აქვს, იმიტომ გამარჯვებულია გიორგი ლობჟანიძე. აი წამოდგა ბობი კენედი ეხლა. უდაოდ კარგი ივენთი გამოდის და მიდია დასასრულისკენ ფაქტია. დარბაზი ფეხზეა, ეხლა ელოდება. სუპერ ჭუბები გამოვიდა, შეგვიძლია ვთქვა. main event-ის გამარჯვებულს ელოდება ეხლა ნამდვილად ეს ქართული გულშემატკივარი. წუთი და რამდენიმე წამი კიდევ main event-ში გამარჯვებამდე და დიდ დაბრუნებამდე. გიორგი ლობჟანიძე გამარჯვებით დაბრუნებასთან ძალიან ახალ. საკმაოდ სოლიდურად. საკმაოდ სოლიდურად. აი როგორ ახმევენ დავწეს საზოგადოება გიორგი ქართველიშვილს. ისევ ტეიქდაუნი. ძალიან კარგია. მე რამდენი ტეიქდაუნია სიმართლე რომ ვთქვა ვაკოვე ვეღარ მოვასწრებდა თქო, მაგრამ 10-მდე იქნება ყველა ვარიანტში. 7-ზე მეტი გემრო რაუნდში მინიმუმ 3-მდე აკეთებდება. შესაბამისად ვუარაუდოთ რომ 9-მდე იქნება გაკეთებული. მე მგონი ამ წონაში სარეკორდო შეიძლება იყოს. კი, ჩვენს ორგანიზაციაში უდაოდ. ჩვენს ორგანიზაციაში შეიძლება სარეკორდო.
12 წამი და გიორგი ლობჟანიძე რაჭველების ტრიოს შეკრავს ფაქტია მესამე გამარჯვება ძალიან ახლოს არის Ladies and gentlemen. უბრალოდ ეს დროის როგორ ემოციურად შეხვდა მოყოლ თავის ამხელა პაუზის შემდეგ გიორგი ლობჟანიძე უძებს ბრძოლას ძალიან მიხარია მე პირადად იმიტომ რომ ესე ვთქვათ კარიერულად დაპაუზებული მებრძოლები როდესაც გამოვიდიან კი ბრუნდებიან და მით უმეტეს მოგებით ბრუნდებიან მე ძალიან მახარებს სპორტსმენისთვის გიორგი აღნიშნა რომ აი ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ჩემი პირველი ნაბიჯი და ფაქტია პირველი ნაბიჯი გამრისკენ გადადგმულია მაგრამ იცი რა არის აი ჩვენ აღვნიშნეთ გიორგი ნარეკო არგანიანზე ვისაუბრეთ გიო და ალბათ ჯერ მაინც აგრეა და ერთი-ორი ბრძოლით უბრალოდ არსად არ ხდება არც ერთ ორგანიზაციაში რომ კამრამდე მოგიციოს მისვლა. მარკო, ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ რომ ძალიან კარგი საღამო გამოვიდა ქართველების დომინაციით. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ორგანიზატორებს. პრეზიდენტ გოჩასმოია, ვიცე-პრეზიდენტ ვიჩამბეს, IFC გერმანიის ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ისაკს და ორგანიზაციის დამფუძნებელ ვლადიმირ შვარცს. და მადლობა ასევე დავით ხახუტაძეს რომელიც აღვნიშნეთ რომ ძალიან დიდ რესურსს დებს იმისთვის რომ სპორტის სახეობა და ზოგადად ეს ორგანიზაცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. მადლობა შენ. Okay, კიდევ ერთხელ. Georgi. დიდი სიამოვნება მივიღე და კიდევ ბევრი რომ გავიგე. არ არის თქო ჩემი კუთხე MMA-ის განხრით კომენტატორობა. Ladies and gentlemen, at the end of the main event we go to the Georgia scorecards. Judge 1 30-25, Judge 2 30-27 and Judge 3 30-27. Your winner by unanimous decision, Georgi Gladiator Lobzhanidze, Georgia. And your applause for his opponent from England, Robin TNT Kennedy. მეც მინდა ორიოდე სიტყვით მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაციას საქართველოში ჩამოვიდნენ ძალიან ეხმარებიან ქართველ მებრძოლებს რომ განვითარდნენ. გამარჯობა საქართველო. თითოეული თქვენთაგანი აძლიერებთ და ძალასმატებთ. მე რომ დღეს ესეთი ვარ, ბევრი ადამიანის დამსახურება. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ მწვრთნელებს, სპარინგ პარტნიორებს. რიანად საქართველოს. ასევე მინდა გივი ტრაპაიძე მალე დღეს სიკვდილის შეხვდეს და გადარჩენილი იყოს საფეხის დამდგარიყოს. გაუმარჯოს საქართველოს. ჩვენ კიდე მრავალ ბრძოლებს მოვიგებთ. თითოეული თქვენთაგანი აქ მოსული ჩემთვის мотивация და მეც და მეც გავაკეთებ კიდევ. დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას ჩემი დაფასებისთვის. მე კიდევ ასე მაგათ მეც ვიშრომებ რომ უფრო მეტად დაუფასო ის რომ გვერდში დამიდგენ. გაუმარჯოს ჩვენ ქვეყანას. Georgi Lobzhanidze. Ladies and gentlemen, our tournament is over, but we are welcome to the next event on December 7th here in Tbilisi, Sport Palace Tbilisi. Anniversary 20 International MMA Tournament. It will be very, very hot. Don't miss it. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მადლობა ჩვენ სპონსორებს. მართლა ძალიან კარგი საღამო გამოვიდა და შევხვდებით უკვე 7 დეკემბერს. ისევ აქ თბილისში სპორტის სასახლეში და გველოდება მართლაც გრანდიოზული და დაუვიწყარი ორთაბრძოლები. მომავალ შეხვედრამდე.